ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით დებატები თემაზე ბოშები როგორც ძალადობის ობიექტები გაიმართა. დისკუსიაში ისაუბრეს საქართველოში მცხოვრები ბოშების საჭიროებების შესახებ. განიხილეს საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები და ის პრობლემები, რომელიც აღნიშნული ჯგუფის სრულფასოვან ინტეგრაციას ხელს უშლის. წარმოდგენილი იყო ბოშათა სოციალიზაციის წარმატებული მაგალითებიც. დისკუსიას ფასილიტაციას ეთნიკური უმცირესობების საკითხთა ევროპული ცენტრის ბოშათა საკითხთა ექსპერტი ელენე პროშიკიანი უწევდა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი სოციალური მომსახურების სააგენტოს აკისრია, რომელიც ჩაერთვება პროცესში, შეაფასებს ოჯახს და დაგეგმავს ბოშა ოჯახის გაძლიერების მიმართულებით განსაზღვრულ ღონისძიებებს. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთში მცხოვრები ბოშების ორი ოჯახის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის, საქართველოს სახალხო დამცველის, ეთნიკური უმცირესობების საკითხთა ევროპული ცენტრის ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები. ეს ორი დღე უკვე ვარ ოზურგეთში და ვსწავლობდი ამ ორი დღის განმავლობაში ბოშათა თემის საჭიროებები, რა პრობლემები გააჩნიათ ბოშებს, რითი დახმარება შეგვიძლიათ მათ გაუწიოთ რა დახმარება და ისეთი დასკვნა მაქვს რომ ძალიან დიდი პრობლემა აქვს სახელმწიფო ენის არ ცოდნა, განათლების საკითხი, სკოლამდელი ბავშვების მიყვანა ბაღის დაწესებულებაში და მათ ჭირდება ჩვენი დახმარება როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე NGO-ების და ასევე სოციალური დახმარების სოცსამსახურის. მე ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმაში, რომ ეს ბავშვები არ იყვნენ მთელი დღე მშობლებთან ერთად ქუჩაში. ჩვენი სოცმუშაკები უნდა იყვნენ ჩართულები კომუნიკაციაში როგორც ოჯახთან, ასევე მშობლებთან, ამ ბავშვების მშობლებთან და რა თქმა უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მხრივ ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ დახმარება, რათა მივახციოთ ინტეგრაცია ბოშების საქართველოში. ამოსავალი ჩვენი ორგანიზაციის ამ შემთხვევაში იყო ის, რომ ჩვენ გვინდა ეს ოჯახები მაქსიმალურად იყვნენ სოციალურად აქტიურები, გახდნენ სოციალურად აქტიურები, ამ ოჯახებში იყოს დაცული ბავშვის საბაზისო უფლებები, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა ჯანდაცვის, სკოლამდელი განათლებისა და ზოგადსაღამრათლო დაწესებულების, ესე ვთქვათ, კერებისადმი და მოხდეს ამ ოჯახებში ბავშვების განვითარების მინიმალური და მინიმალურზე ცოტა უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა. რისკები არის ძალიან დიდი. პირველ ის რამდენად მოდის თავად ეს ოჯახები ყველა იმ თანამშრომლობაზე, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. რამდენად უნდათ მათ განვითარება, რამდენად სურთ ოჯახების, თქვა, შვილების სკოლამდელ დაწესებულებაში მიყვანა, ესე ვთქვათ, ზოგადსაღამრათლო დაწესებულებაში მიყვანა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ უდიდესი და უმთავრესი როლი არის სოციალური სამსახურის, სოციალური მუშაკის, რომელიც კოორდინირებას გაწევს ზოგადად ამ პროცესის. ჩვენ ვერთვებით და ყველა ეტაპზე გეგმავთ მათთან ერთად მომავალი ინტერვენციის ნაბიჯი რა იქნება, ისევე როგორც თუ საჭიროა დამატებითი რესურსების მობილიზება, ამ მიმართულებითაც ინფორმაციითაც აღჭურვავთ ოჯახებს,